მშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. მზადება დაგეგმილი თუ ვადამდელი არჩევნებისთვის ხელისუფლება ყველა პოლიტიკურ პარტიას თავაზობს ჩაერთონ იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ოპოზიციას კი ინიციატივები უკვე მზად აქვს. ჯერჯერობით არ ჯგუფის ფორმატი ჩამოყალიბებულა და არც ის ჩანს, შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ოპონენტები იმ თემაზე შეთანხმებას, რომელიც მუდმივად განსაკუთრებით კი ბოლო 1 წლის განმავლობაში დავისაგანი იყო. ოპოზიციის მოთხოვნების დაგვიანებული განხილვა, დასავლეთის ზეწოლის შედეგი თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება. საქართველოში საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ იცვლება. ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტი იქნება მაქსიმალურად გათვალისწინება ყველა იმ შენიშვნის, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, იმ მიზნით, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი. Შეუძლებელია ფორმირების პრინციპი, რაც დღეს არის, ანუ 13-13-13-ზე ეს ნიშნავს იგივე შედეგს, რა შედეგიც აქამდე გქონდა. თუ ესენი არ შეიცვლება, არავით არ რიგარეში საპარლამენტო არჩევნებს აზრი არ აქვს. აუცილებელი არის, რომ რამოდენიმე თვეში ეს პროცესი დასრულდეს, რათა გაზაფხულისთვის ქვეყანა მზად იყოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ხელისუფლებას არავინ არ კითხავს, როდის იქნება არჩევნები. ამ თემას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება. საარჩევნო ცვლილებები ვადამდელი თუ დაგეგმილი არჩევნებისთვის. ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში და რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას? რამდენიმე წუთში კახა კუკავა, ლევან ვებხვაძე, გურამ ჩახვაძე, მურთა ზოდელავა პირველი თემის სტუდიაში. თემა პირდაპირ ეთერშია და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმრებს ლევან ვებხვაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, საღამშვიდობის ბატონებო. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. თუ რატომ დააყენა დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში ხელისუფლებამ ამას უმრავლესობის წარმომადგენელი ალბათ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში განგვიმარტავს. მანამდე კი ბატონ კახა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება. ფაქტობრივად ეს ხდება ყოველთვის არჩევნების წინ და ყოველთვის ამას ითხოვს ოპოზიცია. თუმცა ოპოზიციას აქვს განსხვავებული მოთხოვნები და რამდენად დაემთხვევა ეს მოთხოვნები ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ინიციატივას. ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს თუ შედგება თანამშრომლობა. დავიწყოთ საუბარი რატომ საჭიროებს მუდმივად საარჩევნო კანონმდებლობა დახვეწას? საღამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ განახლებულ სტუდიას. რაც შეეხება თემას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არც ერთხელ საქართველოში არ შემდგარა პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი, კომპრომისი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და ყოველთვის ეს კოდექსი მიიღებოდა ხელის გადაგრეხის წესით. ჩვენ გვახსოვს 2007 წელსაც მუშაობდა იგივე ფორმატის ჯგუფი ხელისუფლების ოპოზიციის და რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით, მაგრამ როგორც კი დაინიშნა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლებამ გვერდზე გადადო ყველა ეს უკვე შეთანხმებული რეკომენდაციები, მათ შორის საერთაშორისო რეკომენდაციები და მიიღო ცვლილებები. კარგად გახსოვთ თქვენ რა ცვლილებებიც იქნა მაშინ მიღებული ერთ კვირაში სრულიად მოულოდნელად ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ეს არის მთავარი პრინციპი და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ საარჩევნო სისტემა თავისთავად შინაარსობრივად ხა ტექნიკურად რამდენად კარგი იქნება ეს მეორე საკითხი არის, მაგრამ მთავარი არის, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თამაშის წესები პოლიტიკურ პარტიებს შორის, შეთანხმების წესით უნდა იქნეს მიღებული. როგორც კი ეს იქნება მიღებული ერთი პარტიის მიერ, როგორც აქამდე ხდებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არასდროს არ იქნება ამ ქვეყანაში თანხმობა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ანუ ის ცვლილებები, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ ხელისუფლებამ თავისი ინიციატივით სხვა კონსულტაციების შედეგებს გაუთვალისწინებლად მიიღო, განსაზღვრა ამ ცვლილებებმა, ამ შეტანილმა ცვლილებებმა შემდეგ ჩატარებული არჩევნების. იმიტომ რომ როდესაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე თუ თვენახევრით ადრე ჩვენ ვიგებთ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ძირითადი საკითხი საარჩევნო კოდექსში, რომ იქ მცირდება პროპორციული სია, იზრდება მაჟორიტარული წარმომადგენლობა, რაზეც მანამდე იყო საუბარი რეგიონალური სიების საერთოდ უქმდება, ეს რა თქმა უნდა ოპოზიციას აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, მაგრამ მთავარი საკითხი რაც მინდა თქვა, რა არის პრინციპის საკითხი, არა ის ახლა ჩვენ რაზე შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე თუ მაჟორიტარულ სისტემაზე. მთავარი არის ის, რომ შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და შეთანხმების წესით ჩატარდეს არჩევნები, იმიტომ რომ მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება, როგორც ამას ხელისუფლება ერთი კვირის წინ იმასაც ამბობდა, რომ საერთოდ არჩევნების გაგონება არ უნდა და გვახსოვს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცინიკური გამონათქვამი არჩევნების თემაზე, მაგრამ ვაშინგტონიდან დაბრუნებულმა ბაქრაძემ როგორც ჩანს ცოტა სხვა ინფორმაციებით იყო დატვირთული და საერთოდ თუ შეხედავთ ახლა თქვენ უყურებთ რა თქმა უნდა ტელეეთერს ყოველდღე თქვენ ხედავთ მიხეილ სააკაშვილი არის უკვე საარჩევნო კამპანიის რეჟიმში.
ის რასაც ჩვენ უყურებთ ყოველდღიურად შეხვედრები რეგიონებში, შეხვედრების შრომით კოლექტივებთან პირდაპირ ეთერებში მთავრობის ხდომები, ეს ხდებოდა საარჩევნო კამპანიის დროს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის უშვებს ამ შესაძლებლობას, რომ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. რა თქმა უნდა, ის შეიძლება რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, როგორც ჩანს, არის უკვე ძალიან დიდი მოთხოვნილება იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და სწორედ ასეთი გზით განმუხტოს საქართველოში არსებული კრიზისი. ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის რეალურად ეს ხელისუფლების მხრიდან მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, იმ არჩევნებისთვის, რომელსაც ითხოვს ფაქტიურად მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია? მოდი აქედან დავიწყოთ თქვენ პირველად კითხვა დასვით, რატო დგება საჭიროება ამ ცვლილების. ჩვენთან სამწუხაროდ ყოველი არჩევნების, წინა არჩევნების შემდგომ დგება ხოლმე ეს ცვლილების საჭიროება, იმიტომ რომ არჩევნებამდე ერთ თვით ადრე იღებენ ცვლილებებს. მე აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებას ყოველი ახალი ცვლილების, ასე ვთქვათ, ჩატარების შემდეგ აქ გამზადებული რეცეპტები როგორ უნდა მოახდინოს მანიპულირება საარჩევნო ხმების, შემდგომ უკვე დგება საკითხი ახალი ცვლილების, მერე უკვე, ასე ვთქვათ, ემზადებიან ახალი მანიპულაციების, მართალს ამბობს ბატონი კახარო, სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ნებისმიერი, ასე ვთქვათ, არჩევნები არ იყო, ყველა არჩევნების წინ ერთპიროვნულად ხელისუფლება იღებდა ამ გადაწყვეტილებას და შემდგომ უკვე აი ამ სიამით, ასე ვთქვათ, ამ манипуляციებს და ერთპიროვნულად სარგებლობდა. რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაეტანა თავისი მოთხოვნები? ოპოზიცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს უმცირესობას ნებისმიერ პერიოდში, ასე ვთქვათ, პარლამენტში და საბოლოო ჯამში ეს საკითხი წყდება ხოლმე ჩვენთან არა კონსენსუსებისა და დიალოგის გზით, არამედ ეგრეთ წოდებული ხელის გადაგრეხის გზით, როცა პულტების, ასე ვთქვათ, თითებზე მექანიკური დაჭერით მიიღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას. ეს არის ტრადიცია, რომელიც იყო 10 წლის წინ, 5 წლის წინ და ამ არჩევნებამდე საჩვენე რომ ეს ტრადიცია არის, როცა არის აბსოლუტურად მართალია ხა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როცა არათუ საარჩევნო კანონი, არამედ კონსტიტუცია იცვლება, სადაც მაგრამ კონსტიტუციის საკონსტიტუციო ცვლილების მომხრე ბატონ ლევან, როდესაც მაჟორიტარულ არჩევნების პრინციპზე იყო საუბარი და როდესაც განსაზღვრული იყო 150 დეპუტატიანი პარლამენტი, ქრისტიან-დემოკრატები გამოდიოდით ინიციატივით, სანამ შეხვიდოდით პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ 175-მდე გაზრდილი იყო დეპუტატების რაოდენობა. არა, ეს იყო კომპრომისული. უკვე მას შემდეგ ხელისუფლებამ 70-70-ზე 75-ზე მოხდა, ჩვენ ვცდილობდით რომ ამ ჩიხიდან როცა ერთის მხრივ იყო ეს ძველი ვარიანტი 150-ზე და მეორე ვარიანტი 75-ზე გამოგვი რაღაცა კომპრომისული ვარიანტი დამატებით თუნდაც რასაკურველია ეთხოვდა კონსტიტუციაში ისევ ცვლილებას. კი ბატონო, ამაზე იყო საუბარი, რომ ყველაზე ჩვენ არჩევანის წინაშე დავდექით მაშინ ცუცსა და უარეს შორის და უარესი იყო კონსტიტუცია, რომელიც უკვე ქონდა მიღებული ცვლილება და ცუდი იყო ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ რაღაცა ჩიხიდან გამოსავალი იყო, მაშინ მე როგორც მახსოვს კონსერვატორებმაც ნაწილობრივ დაუჭირეს ამ იდეას მხარი, სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო გარკვეულწილად კომპრომისი და ეს იქნებოდა დამატებითი, ჩვენ რაც დავთვალეთ, 7-8 ადგილი ოპოზიციის პარლამენტში და შეიძლება სწორედ ეს 7-8 ადგილი გამختارიყო გადამწყვეტი ეგრეთ წოდებული საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის, რაც ხელისუფლება იყო დაინტერესებული რომ ქონოდა და აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში, რომ მათ არ ქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად ჩვენ მაშინ ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ პრობლემა იმ მომენტში აღმოჩნდა ის, რომ თუკი ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდებოდა ამ იდეას, ხელისუფლებას იყო ჩიხში და სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც თქვენს არა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის პარლამენტი, რაც მივიღეთ. საინტერესოა დღეს თუ დათანხმდება. რაც შეეხება რიგარში არჩევნებს, ჩვენ პოზიციას გეტყვით, იმიტომ რომ თქვენი კითხვა ამას ეხებოდა. ჩვენ გვაქვს ესეთი მიდგომა ძალიან მარტივი მიდგომა. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვართ აბსოლუტურად მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერი დონის არჩევნებისთვის და ნებისმიერ ვადებისში ჩატარდეს არჩევნები, იქნება ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი თუ ნებისმიერ ვადებზე საუბარი. უბრალოდ ჩვენთვის თვითმიზანი არჩევნები, როგორც პანაცეას თქვა, არ არის. ჩვენთვის თვითმიზანი სწორედაც რო არის დემოკრატიული გარემოს შექმნა, იმისაც რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს აზრი. ჩემი კითხვა ასეთი იყო, რომ რამდენად ხედავთ თქვენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადმოქმული ეს ნაბიჯი გულისხმობს, რომ ხელისუფლებაც თავის მხრივ ერთგვარად ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, თუმცა ამ საჯარო არ აცხადებს. მე მეპარება, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს რაიმენაირი პოლიტიკური ნება, რომ ეს რიგარში არჩევნები შედგეს, თუმცა ისინი ემზადებიან ალბათ ყველაზე ცუდი ვარიანტისთვის ეგება და ესეთი არჩევნები ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში მათ იქნებდება, ამას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ აპელირებენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის, რომელიც თავის დროზე იქნა მიცემული და ნაწილობრივ მე ამ რეკომენდაციებს ვთქვათ, ვიზიარებ, რომ არ შეიძლება არჩევნამდე 2 კვირით ადრე ან 1 თვით ადრე შეიცვალოს კოდექსი, გარკვეული პერიოდი ჭირდება, იმიტომ რომ საუბარია რამოდენიმე 10,000 ადამიანს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებში და მათ ჭირდებათ გარკვეული ტრენინგები, რომ ის ახალი ნორმები, რომელიც შემოვა, მათ უნდა იცოდნენ. ხელისუფლება ცხადია, ამაზე აპელირებს, ამას იყენებს ახლა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ეს გაითვალისწინებინა იმ არჩევნების წინ, რომელიც მან ჩაატარა 21 მაისს და კარგი იქნებოდა თუ
საბოლოო ჯამში ეს რო გაეთვალისწინებინა 21 მაისის არჩევნები არ იქნებოდა იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდა. ამიტომ ჩვენთვის ხო ამბობთ, ჩვენთვის თავარი არის სწორედ ის, რომ მოვახდინოთ დღეს თუ ჩვენ მოვახდენთ პრესს ხელისუფლებაზე არა დემოკრატიული გარემოს შექმნით, არამედ სწორედ საბოლოო ჯამში საუბრით რიგარეში არჩევნებზე, ხელისუფლება ამ რეფორმაზე შეიძლება არ წამოვიდეს. ჯერ ხელისუფლებას უნდა დაუყოვოთ და უთხრათ, რამდენად შეძლებს კონსენსუსის მიღწევას თვითონ ოპოზიცია. ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, მოდი შექმნათ დემოკრატიული გარემო, მოდი შევცვალოთ კოდექსი, მოდი შევცვალოთ კონსტიტუცია, რაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეუნებიან. აი არჩევნებზე ჯობია დავიწყოთ საუბარი მას შემდეგ, რასაც ხელისუფლებას უკვე დავითანხმებ და უკვე გვეცოდინება, რომ 75-75 რამდენად მოახერხებს კონსენსუსის მიღწევას ცვლილებებზე თავად ოპოზიციური სპექტრი. ის რაც ჩვენ გავიხსენეთ, რომ ეს იყო კომპრომისული ვარიანტი და ვითარებდნენ ერთგვარი გამოსავალი თქვენი ინიციატივა. რესპუბლიკელებს ჰქონდათ ცალკე ინიციატივა, რომ ოლქების 100% საზღვრები გაფართოებული იყო. მე ვიმეპარებო, რომ ყველა თანახმად იყო. თავად ოპოზიციამ გარკვეულ საკითხებზე ვერ მიაღწია შეთანხმებას. თუ გავიხსენოთ, თუნდაც მაჟორიტარულ ოლქებში არ წარედგინათ ერთ კონკრეტულ ოლქში რამდენიმე კანდიდატი. ამჯერად რამდენად მოახერხებთ შეთანხმებას? მე გეთანხმებით იმას, რომ მაშინ სწორედ არა კოორდინირებულობა, მაშინ სწორედ იგივე სამართლებრივი საკითხებზე შეუთანხმებლობამ იგივე ამ კომპრომისების ძიებაში გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ. მე მგონი, რომ ეს გაკვეთილი იყო და მე მგონი, რომ ამას შემდგომში ნაკლებად დაუშვებს ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი ოპოზიციის, რომელიც ფიქრობს არის შედეგზე ორიენტირებული და ფიქრობს იმას, რომ მათთვის თავარია შედეგი და არა თვითონ პროცესით რაღაცა მარტივი 3-4 ხმის ეს თქვა მოპოვება, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის სწორედ შედეგი და ამას ჩვენ იმასაც ხვდებით, რომ ამ პარლამენტში ხელისუფლებას აბსოლუტური უმრავლესობა, 120 კაცი და საბოლოო ჯამში ნებისმიერი ცვლილება არის აი ამ პარლამენტში მისაღები. ამიტომ ჩვენთვის აბსოლუტურად ასე თქვა, ჩვენი აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ქონა ხელისუფლების წინააღმდეგობაზე, რომ უნდა დავიწყოთ ეს მსჯელობა, იმიტომ რომ თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა, ეს პარლამენტი ამ ასე თქვა, შეთანხმებას არ დაამტკიц. კი ბატონო, გმადლობთ. ალბათ სანამ შეთანხმებას მოხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როგორც ბატონ ლევანს კითხავს, კონსენსუსს უნდა მიაღწიონ თავად ოპოზიციურმა პარტიებმა. ბატონ კახა, ჩვენ როცა ვიხსენებთ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, მაშინ იყო სხვა რეალობა, დღეს კი ოპოზიციურ სპექტრში, ოპოზიციურ ფლანგზე არის სხვა გადაჯგუფებები, სხვა გადაადგილებები. პირადად თქვენ კონსერვატორებმა წარმოადგენთ 40-მდე თუ არ ვცდები ზუსტად 39 ინიციატივა. რამდენად მოხერხდება ასეთი ინიციატივების შეჯერება? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის შიგნით კომპრომისების მიღწევა იქნება შესაძლებელი. მე შეგახსენებთ, რომ შარშანაც 2007 წლის ნოემბრის აქციებამდე ოპოზიციამ გამოაქვეყნა ერთიანი მოთხოვნები და ქვეყნის ყველა ოპოზიციური პარტია მაშინ ამ მოთხოვნებს ხელს აწერდა, ანუ იყო ერთიანი ხედვა საარჩევნო კანონმდებლობასთან შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება დეტალებთან დაკავშირებით იყოს განსხვავებები, მაგრამ აქ ლაპარაკი არის პრინციპებზე. პრინციპი არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს პარიტეტული და არ შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციას ნიშნავდეს ერთი პარტია, ამ შემთხვევაში მმართველი პარტია. პრინციპი არის ის, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი გამხილველი დამოუკიდებელი ორგანო. პრინციპი არის ის, რომ სიაში არ უნდა იყოს ანუ თქვენს ჩამონათვალში არის პრინციპული საკითხები, რასაც არ დათმობს კონსერვატიული პარტია. არა, კონსერვატიული პარტია არ დათმობს, არა, ეს არის პრინციპული საკითხები, რომელიც არსებობს ესეთი ევროპის საბჭოს დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ანუ რა მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო სისტემა. ამ პრინციპების შიგნით ჩვენ შეიძლება ვიდაოთ და არ არის ახლა აუცილებელი, რომ ერთნაირი ვარიანტები გქონდეს, მაგრამ პრინციპი, რომ მეტი ხმა ნიშნავს მეტ ადგილს პარლამენტში, რომ არბიტრი, რომელიც ამ შედეგებს დასრულს, უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა თარხნიშვილი, ეს არის პრინციპი, რომელთან დაკავშირებითაც მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის შიგნით კომპრომისის მოძებნა არ გაძლელდება. თავარი არის აქ ერთი ძალის საკითხი. მაგრამ რამდენად წამოვა ამაზე ხელისუფლება? ხელისუფლება რამდენად წამოვა, ეს არის ნამდვილად თავარი საკითხი, ამიტომაც არის ორი რესურსი ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენისა. პირველი ეს არის უკვე ამოქმედებული და ჩვენ ამას ხედავთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მოდი ვთქვათ რეკომენდაციები, თუმცა ხშირ შემთხვევაში შეიძლება ზეწოლაშიც გამოიხატოს. თავისთავად ის რომ ეს პროცესი იწყება, ის რომ მაესტროს ლიცენზია მისცეს, ჩვენ ვიცით რომ ეხლა ეს თავისთავად არ მომხდარა და ამ გადაწყვეტილებამდე 1 და 2 კვირით ადრე რა პოზიცია ჰქონდა ხელისუფლებას, ჩვენ ხედავდით. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თეთრ სახში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, კეთილისყოფელი გახდება გარემო საქართველოს ირგვლივ და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა საქართველოში გახდება შეუქცევადი. ანუ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის შედეგი და არა ოპოზიციის შედეგი. ეს არის ერთი რესურსი, რა თქმა უნდა. მეორე მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც არის, ეს არის საზოგადოების ძალისხმევა, რომელიც გამოიხატება ყველაზე უფრო ხშირად მასობრივ საპროტესტო აქციებში. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ კი დიალოგი შევა ჩიხში და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ისევ კიდევ ერთხელ არჩევნები თარხნიშვილმა უნდა ჩაატაროს,
ბუნებრივია აუცილებელი გახდება ამ მეორე რესურსის გამოყენებაც, თუმცა ჩვენი პოზიცია, გაერთიანებული ოპოზიციის და კონკრეტულად კონსერვატიული პარტიის პოზიცია საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, ჩვენ გურჩევნია საკითხების გადაწყვეტა, მოლაპარაკებების მაგიდასთან, კომპრომისებზე წასვლა, თუ საკითხი შევა ჩიხში, რამდენად არის დღეს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს საკითხი ისევ შევიდეს ჩიხში, თუ დაუშვათ თუ არ ვისაუბრებთ კონკრეტულ ცვლილებებზე, რაც უნდა განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში, თუ ვისაუბრებთ იმ მოთხოვნაზე, რაზეც უპირობოდ აყენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ მოთხოვნას არ დათმობს, როგორ შეიძლება შედგეს დიალოგი? ჩვენ არაერთი დიალოგის მომსწრე გავხდით გასული წლის განმავლობაში. ამ დიალოგის ჩაშლის შემდეგ ხელისუფლება ამბობდა, რომ ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები, ოპოზიცია კი ამბობდა, რომ ხელისუფლება არ მოდის დიალოგზე. საინტერესოა, როგორ უნდა გაერქვა საზოგადოება? თავარ კითხვას, რომ რა თქმა უნდა, დიალოგი გულისხმობს ორივე მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და მე მგონი საზოგადოება ხედავს, თავი დავავნებოთ რა იყო მანამდე, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე რო გავიხსენოთ, აგვისტოს ომიდან და შემდგომ მოყოლებულ პერიოდში ვინ გადადგა ნაბიჯი მოპირდაპირე მიმართულებით. როდესაც გამოცხადდა ოპოზიციის მიერ ჯერ ხელისუფლებაზე კრიტიკა, შემდგომ კრიტიკაზე მორატორიუმი, შემდგომ როდესაც გამოქვეყნდა მემორანდუმი და ჩვენ ოფიციალურად შევთავაზეთ ხელისუფლებას მოლაპარაკებები, მაშინ სხვათა შორის არ იყო ადამდელი არჩევნების თემა, იყო იქ მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, რაზეც მივიღეთ უარი. ხელისუფლებამ შემოგთავაზეთ იგივე დროებით კომისიაში მუშაობა, მაგრამ თქვენ უარი. არა, გოდეშთ ხა დავითაიას კომისიაში და თორთლაძეს ანტიკრიზისულ ჯგუფში მუშაობა ეს ვერ ჩაითვლება რეალურ პოლიტიკურ დიალოგად და ჩვენ ყველამ ვიცით, სად მიიღება რეალური გადაწყვეტილებები. დიალოგს აქვს, მაგრამ მე მგონი ახლა არ გვექნება დიდი ასეთ სხვადასხვაობა იმაზე, რამდენად ეფექტური არის ეს თუ ის პროცესი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების საერთოდ ქვეყანაში გასატარებელ ძირითად პოლიტიკურ ცვლილებებზე, დიალოგს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა ყველა ენაზე. როცა მაგიდის ერთ მხარეს ზის ერთი მხარე, მაგიდის მეორე მხარეს ზის მეორე მხარე. რა გახდა ასეთი პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი, დალაილამა, ფადიშაჰია, რა გახდა ასეთი, სხვა ქვეყნებში როგორც ხდება, დაждდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ელაპარაკოს მოლაპარაკებების მეორე მხარეს, საპარლამენტო ოპოზიცია იქნება ეს თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია და იყოს ეს პროცესი საჯარო. კომპრომისსაც გულისხმობთ თქვენ პირადად? რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მეტი რა კომპრომისი უნდა გამოაცხადოს ოპოზიციამ, როცა კრიტიკაზე გამოაცხადა მორატორიუმი. ოპოზიციის მთავარი ფუნქცია არის ყველა ქვეყანაში კრიტიკა, მინიმალური ფუნქცია რაც უნდა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებითაც კი იმ ძიმე ვითარებაში რაც იყო ქვეყანაში, რამოდენიმე თვით თქვენ გახსოვთ, რომ იყო გამოცხადებული მორატორიუმი. თქვით, რომ არ ვაყენებთ ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნას. და ეს ყველაფერი გრძელდებოდა 7 ნოემბრამდე და შედგა თქვენიცით რამოდენიმე კერძო არასაჯარო შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივით, რომელიც წინადადებები გადაცემოდა ხელისუფლებას. აგრეთვე ჩვენ ვთქვით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. რეაგირება არის ნული. ყველა პოლიტიკური პატიმარი რჩება ციხეში, მაშინ როდესაც რამოდენიმე ასეული თუ 1000 ადამიანი გაათავისუფლეს. მედიის სფეროში რაც ხდება, ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად არის იგივე ყოველ შემთხვევაში ძირითად საკითხთან ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში. ანალოგიური მდგომარეობა არის სხვა იმ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დაყენებული. ამიტომ კიდე ერთხელ ჩვენ ამის მიუხედავად და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, როცა გამოქვეყნდა ბაქრაძის ინიციატივა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ენაზე საუბარს ჩვენ მივიღებთ. დიალოგის ენაზე საუბარს ჩვენ მივიღებთ და არა იმ ენაზე, რაზეც გვესმის მუდმივად საუბარი რუსეთის ჯაშუშების, შემაწყვეტებელი ალტერნატივა, დაგაპატიმრებთ, აღკვეთავთ, სულ სამუხტით და ასე შემდეგ. როდესაც იყო ბაქრაძის მხრიდან სხვა ტონში, სხვა ენაზე და სხვა მიმართულებით გადმოდგული ნაბიჯი, მე იმაჩნია, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ეს უცხოელების საერთაშორისო ორგანიზაციების ზეგავლენით მოხდა თუ რის გამოც მოხდა, ეს იყო სწორი ნაბიჯი და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმებით და აუცილებელი არის ქვეყანაში დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისათვის. იქნება კი ეს ნაბიჯი ვადამდელი არჩევნებისკენ. რეალურად ის ცვლილებები რაც უნდა შევდეს ბატონ ლევან. ჩვენთვის მთავარი არის რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. მე აბსოლუტურად ვეთანხმები იქ ახალს რა 100%-იან თანხმობაზე არაა საუბარი. წამოვიდეს ხელისუფლება თუნდაც 80%-იან თანხმობაზე, ოღონდ პრინციპულ საკითხებზე და არა მეორე ხარისხოვან საკითხებზე. იმაშიც ეთანხმებით რომ თქვენი მონაწილეობით კომისიის მუშაობა არ იყო ეფექტიანი. ეს ბატონი კახას აზრია, ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს ცხადია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იყო აბსოლუტურად ნათელი თავიდანვე. ჩვენ ვითხოვდით ერთ-ერთ მარტივ რაღაცას, რომ ჩვენ ქონდა შესაძლებელი კონკრეტული კითხვები დაგვესვა, ვინც იქნებოდა ეს, მე ბატონ კახას ექნებოდა შესაძლებელი, მე ამიტომ იმაჩნია, რომ ეს სწორედაც რომ ეფექტიანი იყო, იმიტომ რომ ბატონ კახას შეეძლო მოესმინა ვანო მერაბიშვილის ვინ იყო კიდე იქ დათო კეზერაშვილის თუ მიხეილ სააკაშვილის განმარტებები კონკრეტულ კითხვებზე, რაც იგივე ბატონ კახას აინტერესებდა და მე რო გაეკეთებინა კომენტარი, რამდენად ეფექტიანი იყო მინისტრი თუ არ იყო ეფექტიანი. ხა იმის შესახებ დასკვნა, რომ დროებით საპარლამენტო კომისიის ეს ვთქვათ, იმის შეფასება, რომ დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რადგან ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ვერ იქნებოდა კონკრეტული ადამიანების სისასამართლებლური პასუხისმგებლობის საკითხი, ეს გასაგებია. ამიტომაც ჩვენ ვაყენებთ ერთ-ერთ მთავარ პირობას უკვე შემდგომი ასე ვთქვათ საქმიანობის ამ მიმართულებით, რომ ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდეს თანამდებობის პირებმა.
ჩვენ კონკრეტული სცენარები მოვისმინეთ რა მოხდა იმ დღეებში. უკვე ოღონდ ჩვენი ოფიციალური პირებისგან. კი ბატონო, გიჯერებთ, გეთანხმებით, მაგრამ ერთი რამეზე შევთანხმდით. ჩვენს და თქვენს ხელისუფლება, რომლებიც მოხვედით და ისისა. თუ კი ტალიამინის კომისიის დასკვნის შედეგად აღმოჩნდება, რომ თქვენ ჩვენ მოგვატყუეთ და გამოვა ესე იგი ორმაგი პასუხისმგებლობა, რომ ერთი რომ საზოგადოება მათ შორის ბატონი კახა რომელიც უყურებდა მას ყველაფერს, მე ან ვინც არ უნდა იყოს მოატყუეს და მეორე რომ თავისთავად აღმოჩნდება რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა თავის დროს. ანუ ორმაგი პასუხისმგებლობის საკითხია, მაშინ კეთილინებეთ და დათანხმდით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომლის თავარი დანიშნულება უკვე არის სწორედ სისხლისამართლებრივი დევნა კონკრეტული ამ დასკვნის საფუძველზე, იმიტომ რომ ჩვენ კომისიას ბატონ კახას მინდა განვმარტოთ, თავარი ფუნქცია შეიძლება ქონოდა კონკრეტული თანამდებობის პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პრინციპში, თუ არ ჩავთვლით 1-2 და თავად პრეზიდენტს, ყველა ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, მიღებაში და განხორციელებაში მონაწილეობდა, საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ადამიანები, რომლებიც გამოჩნდნენ სხვა შორის კომისიაზე, ადამიანები ხედავდნენ ამას, ყველაზე სუსტი რგოლები იყვნენ, ისინი წავიდნენ და გაათავისუფლეს. ეხლა დაემთხვა ეს კომისიის მუშაობას სხვა მიზეზები ქონა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უშუალოდ საბჭოს მდივანი, რომელიც ძალიან სუსტი რგოლი იყო აი ამ ვთქვათ პროცესებში, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ძალიან სუსტი რგოლები იყვნენ აი ამ პროცესში, რაც ხდებოდა, ეს ადამიანები დღეს თავის თანამდებობაზე არიან. შორს ალბათ ისე კომისიის თემის გაგრძელება შეეხება ცვლილებებს, დიახ, რამდენად იქნება ეს გადადგმული ვადამდელი არჩევნებისკენ დავამატებთ ბატონი ბაქრაძის განცხადებაში და რამდენად იქნება ქვეყნისთვის დავუშვათ მისაღებით უგნებავთ ასეთ დავარქვათ ასეთ ვითარებაში არჩევნები. ბატონმა კახამ აღნიშნა რომ მოთხოვნები შეიძლება ისევ საპროტესტო აქციების გზით წამოაყენონ ასეთ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში იყო ომი და როდესაც ხელისუფლება საუბრობს რომ დღეს არის ფინანსური კრიზისი და არჩევნები იქნება სხვა არაფერი თუ არა დავუშვათ დამატებითი მილიონები არჩევნებისთვის. ჯერ პირველ კითხვას გავცემ პასუხს და მე ამაზე გაგცემთ. ჩვენთვის თავარი ამოსავალი წერტილი იყო ბაქრაძის განცხადებაში, რაც მე პირადად საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი განცხადებით, რომ საფუძველი რის გარშემო ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, არის არა ქრისტიან-დემოკრატების ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან კონსერვატორების დოკუმენტი, არამედ საფუძველი არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ამაზეა ანუ იმაზე კი არა საუბარი, მე მივალ რაღაც დოკუმენტები დავუგდებ მაგიდან. ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს უკვე გარკვეული შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების და ამოვიდეთ იქიდან. ისინი გვაძლევენ რეკომენდაციებს. ეს შეცვალეთ, ეს შეცვალეთ, ეს გამოასწორეთ, ეს კიდე. ესაა მთავარი, რომ ეს უნდა იყოს მთავარი ამ დიალოგის დროს. ამიტომ ჩვენ ყველანაირად აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, ყველას მოუწოდებთ რომ მივიღოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გარემო, რომ ერთხელ მაინც ჩატარდეს ნორმალური და თავისუფალი არჩევნები. რაც შეეხება პრობლემას. ერთ დეტალზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. მთელი ერთი კვირა ბატონი პრეზიდენტი დადიოდა შეხვედრებზე და იძახდა რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. თუ დააგვირდით თქვენ. იძახდა ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, დაიქცა უკრაინა, დაიქცა ბალტიისპირეთი, დაიქცა ყველაფერი და ჩვენთან ყველაფერი კარგად არის და უცებ პარასკევს აღმოჩნდა, წინა პარასკევს აღმოჩნდა რომ მას შემდეგ რაც ძალიან მწვავე დაიდგეს დაისვა პოლიტიკური საკითხები, ამის შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩვენთან არის ეკონომიკური კრიზისი, რომ 10,000 ადამიანი მუშაობენ, ეს მართლა ესია. პრობლემა ისაა, რომ აქამდე რატო ვერ ხედავდა ხელისუფლებას. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება ევროკავშირში არის 27 ქვეყანა. წარმოიდგინეთ, იქ კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებას რამ დრო ჭირდება. შაბათს ევროკავშირმა მიიღო კონკრეტული 20 გვერდიანი დოკუმენტი კრიზისის დაძლევის შესახებ და ორშაბათს საღამოს პრეზიდენტი ავალებს მთავრობას და უმრავლესობას პარლამენტში მოამზადეთ კონკრეტული ანტიკრიზისული დოკუმენტი. ეს რას ნიშნავს ვერ გავიგეთ ჩვენ. იმიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ, ეხლა ჩვენი ამორჩეველი გვიყურებს და მე და ბატონი კახა იქნება თუ ბაქრაძე იქნება, დავითი თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ ვისხდეთ და ვისაუბროთ, ეხლა საარჩევნო კოდექსზე შეიძლება ძალიან რთული ასახსნელი იყოს. ჩვენ ვიცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ იმათთვის ეს შეიძლება ძალიან რთული ასახსნელი იყოს, იმიტომ რომ იმას აინტერესებს სხვა რამე. იმას აინტერესებს ხოლმე უმუშევარი არ დარჩეს. ანუ ვინც უმუშევარია და რაღაცა მაგპატარა შემოსავალი ქონდა, თავარი არის სიხატაკის ზღვარს მიღმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც ამორჩევლისთვის იქნება თუ არა არჩევნები. ბატონო, მოკლედ თუ შეიძლება. ამდენად არსებობს ეს შესაძლებლობა რეალურად რომ ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები დღეს ნაკლებად აინტერესებს. იმას მე გეტყვით ახლა ხელვაჩაურის მაგალითს გეტყვით. 5 ჯერ მივიდა ხელვაჩაურის ამორჩეველი იანვრიდან დღემდე არჩევნები. ახლა ჩვენ რო დავუწყეთ, ამიტომ მე დღეს ოპოზიციის იმ განწყობას რომ ჩვენ ვისაუბროთ რიგარეში არჩევნებზე, ვერ დაუჭერ მხარს, იმიტომ რომ ჩვენ ამორჩეველს
ეს არჩევნები უკვე აი ნაკლებად ჩვენ ვიცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იქნება. მოდი ჩვენ დღეს ვისაუბროთ ეკონომიკაზე და ვისაუბროთ იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა გავხადოთ ნორმალური და როდის იქნება არჩევნები, მოდი იმის მერე შევთანხმდეთ, რაც ამ სისტემას ჩამოუყალიბებთ ქვეყანაში. ბატონო, ხა მუდმივად გვესმის გაყალბებაზე საუბარი, ეს არ ყოფილა მხოლოდ 21 მაისის თუ 5 იანვრის არჩევნებზე, 2003 წლის არჩევნებსაც თუ გავიხსენებთ, სწორედ ამას მოყვა რევოლუცია, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით ასევე. რეალურად რაშია პრობლემა? რა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები არ დადგეს ეჭქვეშ? ჯანსაღი გარემო შექმნას, ასეთ შემთხვევაში ჩვენს ვითარებაში, ჩვენს რეალობაში რა უწყობს ხებს? პოლიტიკური ნება, თუ ეს იქცა გაყალბებაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან ერთგვარ გამომართლებელ არგუმენტად? ძალიან ბევრი მიზეზი არის, მაგრამ მთავარი მიზეზი, აი ყოფით ენაზე ყოველთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის არბიტრის პრობლემა. არბიტრი უნდა იყოს ნეიტრალური. აი ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ორი ფეხბურთის გუნდი, როდესაც თამაშობს და ერთი გუნდი ნიშნავს საჭს. შეიძლება იქ შემდგომ იყოს დაუშვათ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა მოიგოს სამართლიანი და მიუკერძოებელი ვერ იქნება. ზუსტად იგივე არის. მიიღო შედეგი ოპოზიცია. მიგივე ამ შედეგით ბატონ ლევანი არის პარლამენტში. თელმა საქართველოს მიწის კი არა და ნახევარმა სოფლიომ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილს არ გადაულახია 50%-იანი ბარიერი და აღარ ჩამოთვლი ამ ეთერში მარტო საათები მაქვს. მე დახარჯული იმით და შეგაწყვეტინე ბატონ ლევანი არის პარლამენტის წევრი, მაგრამ ბატონ ლევანს არ უსაუბროთ რომ 21 მაისის არჩევნებში იყო დემოკრატიის ასე ვთქვათ პიკი. განსხვავება კახასა და ჩემს შორის ის არის, რომ კახას და მეც ვამბობთ, რომ ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, უბრალოდ ჩვენ მე უკვე ტაქტიკური განსხვავება იყო. კახამ საკუთარი ამორჩევლის დაკვეთა შეასრულა, იმიტომ რომ ჩვენ რო გავაკეთეთ გამოკვლევები იმათ, ვინც დაუჭირეს გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც ხმამისცა, იმათ 90% იძახდა, რომ ეს ხალხი არ უნდა შევიდეს პარლამენტში, ჩვენი ამორჩევლის ასევე 90%, ვინც ჩვენ მოგცა ხმა, იძახდა, რომ უნდა შეხვიდეთ. ჩვენი ეს უკვე ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო იმ მომენტში გადადგმული. მაგრამ ეს არის და თქვენ რეალურად მეტი ხმა გქონდათ, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი ამ. ეს ხო რამეს გეტყვით. ის მეთოდიკა, მოდი ასე ვთქვა, თითო საარჩევნო ოლქში ძალიან მარტივი არითმეტიკაა. მათემატიკოსი ვარ და შემიძლია ძალიან მარტივად დავთვალო, ამას არ ჭირდება უმაღლესი მათემატიკა. თითო საარჩევნო ოლქში იყო საქართველოს მასშტაბით ეპიდემია. თითო ოლქში იყო გადასატან ხუთში 5-6 ადამიანის სიაში შეყვანილი. საქართველოს მასშტაბით ჯამში ეს არის 300,000 ხმა. მოდი 300,000 ხმა ნაციონალურ მოძრაობას გამოვაკელით. და ვის რამდენი პროცენტი დაუჭირდება, მე ვილაპარაკოთ მაგაზე. კი ბატონო, უნდა დავასრულოთ რამდენი წუთში ისევ დაუბრუნდები ბატონ კახას, რა უფრო მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოსთვის. სწორად შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობა თუ პოლიტიკური ნება. თავი საკითხი არის არბიტრის საკითხი. არჩევნებს ვინც ატარებს, ის ორგანო არ უნდა იყოს დანიშნული ერთ-ერთი სუბიექტის მიერ. ხო არ იქნება სამართლიანი დღეს რო ჩვენ გამოვიდეთ მოთხოვნით რომ მოდით კონსერვატულმა პარტიამ დანიშნოს ცესკო. ან ქრისტიან-დემოკრატები რო გამოვიდნენ ახლა მოთხოვნით რომ მოდით ჩვენ დავნიშნოთ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ცესკოს. ხო ყველა იტყვის რომ რა სისულელეა ახლა ეს რატომ უნდა დანიშნოს შენ. ასევე სისულელე არის და არის აშკარად დისკრიმინაციული, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ერთი პარტია ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან 7, ანუ ნახევარზე მეტ. ანუ მთავარი საკითხი რაც არის და რაც უნდა გადაწყვეტოს ეს არის რომ საარჩევნო ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ისეთი არჩევნების ჩატარება, ეს ერთხელ ჩატარდა საქართველოში მარტო 1990 წელს, როდესაც ვინც მოიგო, ვინც წააგო, ვინც რაღაცა შუალედური შედეგი. არა, თავი საკითხი იყო ლევანოვი, რომ მაშინ იყო პარიტეტული კომისია. და თვითონ ის პოლიტიკური პარტიები ატარებდნენ არჩევნებს, 12 პარტია იყო მე მგონი მაშინ. ნუ ხო თავის ჩატარებულ არჩევნებზე ხო არ იტყოდნენ რომ გაყალბებული არ და იმიტომ წავაგეთ. ხო, ასეთ შემთხვევაში დადგამს შედეგი როგორც ნახეთ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე ბატონ კახა. 12-მდე მაშინ ნათია ყველა პარტიებს ნუ არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენც ახლა ვიცხობთ რომ იყოს პარიტეტული კომისია, სადაც შევა ყველა პოლიტიკური ძალა თანაბრად, ძირითადი პოლიტიკური ძალები ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო პარტიები რაც არიან და ამ პოლიტიკურმა ამ პარტიებმა ორგანომ თქვენ ეჭქვეშ აღარ დააყენებთ არჩევნებს. ეს იყო დაყენებული ეს მოთხოვნები არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ორივე არჩევნებამდე. ამიტომაც არაფერს განსაკუთრებულ ჩვენ არ ვითხოვთ, ეს არის ძალიან მარტივი გასაგები, რომ საქმის განხილველი და დავების განხილველი არბიტრი უნდა იყოს მიუკერძოებელი. ეს არის მოთხოვნა, რომელიც ჭირდება არა ოპოზიციას. ოპოზიციამ შეიძლება უკეთესი შედეგი აჩვენოს, მაგრამ შეიძლება უარესი შედეგიც აჩვენოს. ეს არ არის გადამწყვეტი. ჩვენ გვჭირდება ის, რასაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უყურებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. წაგებული კანდიდატი ურეკავს გამარჯვებულ კანდიდატს და ეუბნებათ. მაგრამ ამას ჭირდება ალბათ არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, ალბათ პოლიტიკური კულტურის სხვადასხვა არის ბატონ კახა ძალიან ამერიკაში არჩევნების შედეგი. წაგებული კანდიდატი როცა აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, ის არის ხელისუფლებას სულ არ ადარდებს, ეხლა არ მინდა უფრო უხეშად ვთქვა, რა სიტყვის
წაგებული პარტია და მარტო გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია ხო არ არის? ხო არ შეიძლება რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს მტყუანი და მარტო ერთი პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა იყოს მაყოფილი არჩევნების შედეგი. დიდი მადლობა ბატონ ვიკახა კუკავა და ლევან მეფხვაძე გახდნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენ ისევ განვაგრძობთ საუბარს საარჩევნო კოდექსში შესატანცრულებებზე. ჩვენი სტუმრები დეპუტატები გურამ ჩახვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მურთა ზოდელავა იქნებიან. ჯოკლო პირდაპირ ეთერში ვართ. ამჯერად პირველი თემის სტუდიის სტუმრები არიან დეპუტატები დიდუბის რაიონის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში გურამ ჩახვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურთა ზოდელავა. საღამოშიდობის ბატონებო, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ მურთაზ, როდესაც ამ ცვლილებების შესახებ თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეს ითქვა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაჩნდა ეჭვი მოსაზრება ოპოზიციურ ძალებში და არა მხოლოდ მათ შორის, რომ ეს იყო დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილება. რატომ ითქვა პირველად ამის შესახებ უშუალოდ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს და რატომ დადგა დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში? მოგესალმებით. მინდა აღნიშნო, რომ მართლა ჩვენი ერის სტუდია გილოცავთ. რაც შეეხება ამ ეჭვებს, რომელიც გაჩნდა ამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ზოგადად ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტში უმრავლესობის მიერ გაჟღერებული იქნა დემოკრატიული ტალღის შესახებ, რომელმაც უკვე მოიცვა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და ეს ბოლო ეს ვთქვათ ინიციატივა უკავშირდება სწორედ ამ ინიციატივას. ის ვთქვათ არეგულირებს იმ პროცესებს, რომელიც უნდა მოხდეს საარჩევნო პერიოდამდე გარკვეული პერიოდი დროით ადრე. ჩვენ ვიცით, რომ 2010 წელს არის დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კარგი იქნება და ჩვენ მივესალმებით ამ ვთქვათ ინიციატივას, რომ 2009 წელშივე მოხდეს თქვათ ჯგუფის ჩამოყალიბება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ბუნებრივი ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც და ჩვენ ვთქვით, რომ ის შენიშვნები, რომელიც გააჩნიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შენიშვნები, რომელიც ასევე გააჩნიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, იქნას განხილული ამ ჯგუფის მიერ და შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპოზიციაზე რომ აღარ ვისაუბრეთ, ხონდათ უშუალოდ თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, როდესაც საერთაშორისო სადემოკრატიო მისია ხდებათ ეუთოს დასკვნა, ვიღოთ მე თან მაქვს ეს დასკვნა, მაგრამ ამას განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. აქ არის ჩამოთვლილი უამრავი ხარვეზი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა სასურველი იქნებოდა, რომ გამოესწორებინა ქვეყნის ხელისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი ქვეყნის ხელისუფლებას არ დაუწყია. იმ ფონზე დაიწყო ამაზე საუბარი, იმ ფონზე როდესაც ოპოზიცია არა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს ბადამდელი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლებამაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ბადამდელ არჩევნებს. ძალიან ნაადრევად ხომ არ დაიწყო საუბარი საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე, ნაადრევად ალბათ, ნაადრევად 2010 წლის არჩევნებისთვის, მაგრამ დაგვიანებით უკვე ჩატარებული არჩევნების ფონზე. ნაადრევი ვერ დაგეთანხმებით, ჯერთი მინდა გითხრათ, რომ შენიშვნებს მეც ვიცნობ, ვთქვათ, და ეს არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, ვინაიდან დოკუმენტი ჩვენ მიერაც იქნა შესწავლილი და ზოგადად არჩევნები, მათ შორის საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნები შეფასებული იქნა, ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად და ითქვა, რომ ეს იყო გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვინმე ჩატარებულა საქართველოში ადრე. ეს სასახად ესეა და ეს მოცემულობა არის, ვთქვათ, რომელზეც შეიძლება ბევრი რამ გამოითქვას, მაგრამ ეს არის შემდგარი მოცემულობა, ესე ვთქვათ. რაც შეეხება იმასთან ადრევია თუ არა, ან უკავშირდება თუ არა ეს ვთქვათ ვადამდელ არჩევნებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ არანაირ ვადამდელ არჩევნებს ეს არ უკავშირდება და არ არის ნაადრევი, იმიტომ რომ ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ეს ვთქვათ იქცეოდა ხოლმე სპეკულაციის თემა ცვლილებების საარჩევნო კოდექსში არჩევნებამდე მოკლე დროით ადრე. ჩვენ ვამბობთ, რომ დავიჭიროთ თადარიგი და უკვე 2009 წელსვე, ეხლავე წლის დასაწყისშივე შევქმნათ გარკვეული ჯგუფი. დავიწყოთ მუშაობა და 2009 წლის განმავლობაში შევიმუშაოთ ცვლილებები. მაგრამ რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენად მზად არის ხელისუფლება იმისათვის, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, ის ინიციატივები, რაც აქვს უკვე მომზადებული არასაპარლამენტო ოპოზიციას და არა მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას. აბსოლუტურად ადეკვატურად ეკიდება ამ სიტუაციას და ჩვენ ვამბობთ საჯაროდ სწორედ ხელისუფლებამ გააჟღერა ესე თქვა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითისთვის მოგეთქვით ბატონო დავით ბაქრაძემ გააჟღერა ამ ინიციატივის თაობაზე ესე თქვა მოსაზრება და მის მხარდაჭერილი იქნა ზოგადად ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიერ. ჩვენ გამოვთქვამთ საუბას იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების რეალური დიალოგი ბატონ გურამ. ყველაზე ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში მოხდით თქვენ და ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე.
თქვენ ხართ ის დეპუტატები, რომლებიც აირჩიეს ბოლოს მოქმედი კანონმდებლობით შუალედურ არჩევნებზე. რა ხარვეზებს ხედავდით თქვენ პირადად საარჩევნო კამპანიის წარმოებისას და თუნდაც გნებავთ კენჭისყრისას ან ხმების დათვლისას? ერთი პირველ რიგში მოგესალმები და მიესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში ჩვენთვის იყო კარგი ის, რომ ხელისუფლების მომენტი არ არსებობდა ამ არჩევნების დროს, ანუ ხელისუფლება იყო ნეიტრალური და ეს არის ჩემის აზრით მთავარი პრინციპი არჩევნების დროს, რომელიც არასდროს არ იყო დაცული საქართველოში და თითქმის ყველა არჩევნები ფალსიფიკაცია ხდებოდა და ხდებოდა პირველ რიგში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები არ არის მარტო საარჩევნო კოდექსი და არჩევნების ბედი არ წყდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს არის პროცესი და აი ამ პროცესში ხდება ხოლმე დარღვევები. თვითონ არჩევნების ფალსიფიკაციამ ტრანსფორმაცია განიცადა, ის უფრო დახვეწილი გახდა. თუ ჩვენ ავიღებთ 90-იანი წლების არჩევნებს და შევადარებთ 2000 წლის არჩევნებს, აქ არის დიდი სხვაობა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს ფალსიფიკაცია ყოველთვის ხდებოდა. თქვენ მითხარით, თქვათ რა ხარვეზები იყო. თქვათ ერთი ის, რომ პარტიები არის არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებული, ამას პირადად მე შევეხე, როდესაც რეკლამის დრო არ იყო არათანაბრად გამოყოფილი, იმდენად რამდენადაც თქვათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არ იყო კვალიფიციური პარტია. და თანასწორობის პრინციპი ანუ ხარვეზი დავარქვათ ხელისშემშლელობა მხოლოდ ის არ ყოფილა რომ ხელისუფლება არ მონაწილეობდა შუალედურ არჩევნებში. არა, თვითონ საარჩევნო კოდექსსაც და სისტემასაც აქვს ხარვეზები, თქვათ იგივე დახურული უბნები. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი დახურული უბნების ეს მომენტიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და არის ასეთი პრაქტიკა, შეიძლება ყაზარმებში და იქ დახურულ ტერიტორიაზე არ აძლევდნენ ხმას და ან თუ აქვთ საშუალება მივიდნენ თავის საარჩევნო უბანში და ამის საშუალება თუ არის, სადმე ახლოს თუ არის ეს საარჩევნო უბანი, რომ უფრო თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ასე რომ ჩემის აზრით დღეს მთავარი ყველა პოლიტიკური პარტია მეტნაკლებად სხვადასხვა დროს აყენებდა აი ამ საკითხს. ბოლოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 22 ნოემბერს ჩვენ ბრიფინგიც კი მიუძღვენი და ვთქვით, რომ მთავარი აი გამაერთიანებელი ამ შემთხვევაში, რომ შეიძლება პოლიტიკური პარტიები დაასხდნენ მგვალი მაგიდის გარშემო და დაიწყონ პოლიტიკური დიალოგი, ეს შეიძლება ამის საფუძველი და საბაბი შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი და გადამწყვეტი მომენტი და მნიშვნელობა ენჭება თვითონ მართველი პარტიის პოზიციას და უნებრივია მე აღნიშნავ, რომ ეს კარგია. თქვენ ხედავთ დღეს მართველი პარტიის პოზიციას ისეთ, რომ ეს შეთავაზება დიალოგისკენ თანამშრომლობისკენ იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული. პატარა ეშმაკობა დავარქვათ, რომ და საერთოდ მე ვიცი, რომ ვენის კომისია ეს დებულება ითვალისწინებს, რომ 1 წლით ადრე უნდა იყოს, რაღაც ეს ვადა უნდა იყოს და პერიოდი, რომ ყველა პარტიამ საარჩევნო სისტემა, კოდექსი უნდა იქნას მიღებული, რომ მე ჩვენ ვიცოდეთ თუ რა რეჟიმში როგორ გვიწევს მუშაობა და არჩევნების ჩატარება. შეიძლება ეს ვიფიქროთ, რომ 1 წლით ეს გახანგრძლივდება, სამდე თქვა ჩამოყალიბდება ამ სამუშაო ჯგუფში მოქმედი პარტიები, მაგრამ მთავარი არის ჩვენ მივაღწიოთ შედეგს და ჩვენ აი ამაზე ვართ ორიენტირებული. აქ რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ვინც არის მოთამაშე, მთავარი სუბიექტი დღეს პოლიტიკურ სცენაზე საქართველოში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩემის აზრით და EDP-ს აზრი არის ეს, რომ არანაირი თქვათ აქ წინაპირობა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ შედეგი უნდა მივიღოთ გამართული საარჩევნო სისტემა და მე ვეთანხმები მოსაზრება და ჩვენც ამაზე ვართ, რომ ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმების საფუძველი. სწორედ ეს კითხეთ ბატონ გრაფ, რამდენად ხედავთ ოპოზიციის კონსენსუსს, შემდეგ ვისაუბროთ ხელისუფლების მხრიდან რეალურად რამდენად ხედავთ დღეს მზადყოფნას, რომ ეს შეთავაზება არის შეთავაზება შედეგზე ორიენტირებული დიალოგისკენ. მოდი ჩვენ ვიყოთ ოპტიმისტები და რადგან ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადმოდგა და თქვა, რომ მე მოვდივარ და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს გამოწვევა ოპოზიციამ უნდა მიიღოს. და ის რაც ხდებოდა შარშან მართალია თქვენ მეშინ არიყავით საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ხდებათ ნოემბრის მოვლენების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. არაერთი დიალოგი, ჩაშლილი დიალოგი. ეს გაძლევთ ეს გამოცდილება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ოპტიმიზმის საფუძველს. დიალოგი არ არის, დიალოგი არის კომპრომისები, დიალოგი არის პროცესი და მთავარი პასუხისმგებლობა პარტიების ის არის, რომ აი ამ დიალოგზე არასდროს უარი არ უნდა თქვა.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ვიკამათოთ და იქამდე უნდა ვიკამათოთ და ვისაუბროთ, სანამ საბოლოო შედეგამდე არ მივავალთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიების კულტურა, უკვე თუ რა დონეზე ვარ ჩვენ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით და ეს გვანახებს და შემდეგ უკვე საზოგადოება განსჯის, თუ ვინ ამბობს უარს პოლიტიკურ დიალოგზე, ვინ გამოდის აი ამ პოლიტიკური დიალოგიდან და რა შედეგს ვიღებთ. ასე რომ საინტერესო, რამდენად არის მზად კომპრომისისთვის ხელისუფლება? მინდა გითხრათ, რომ ეს ბოლო შემთხვევა არ არის, თქო, ერთეული შემთხვევა, ესე ვთქვათ, და ეს არ არის პირველი მაგალითი, ამ კონტექსტიდან ამოღებული ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ მივდივართ დიალოგზე და ჩვენ თავაზობთ დიალოგს ოპოზიციას. უცნაურად, მაგრამ რამდენიმე კომპონენტთან მიმართებაში ეს დიალოგი უკვე სავსებით წარმატებულად შედგა. კონკრეტულად იგივე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეს ვთქვათ, ოპოზიციისათვის კვოტის განსაზღვრა, რომელიც იყო, ეს ვთქვათ, შეთანხმების საგანი და დიალოგის შედეგი, ესე ვთქვათ. იგივე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ოპოზიციისათვის გარკვეული კვოტის გამოყოფა, რომელიც უკვე ინიცირებულია და მიღების პროცესია. თუნდაც ნდობის ჯგუფში, რომელიც არსებობს თავდაცვითი და უშიშროების კომიტეტთან, რომელიც მნიშვნელოვანი ორგანოა და რომელიც ახდენს უშიშროების თავდაცვის სისტემაში გახარჯული ხარჯების კონტროლს, აქაც ჩვენ თავაზობთ და მათ წამოყენებული ამ ცვლილებების შეტანის მოთხოვნა. რაც შეეხება ცვლილებების შეტანის მოთხოვნას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის დროული, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნაადრევი და სწორად ბრძანამ. მე ვგულისხმობ ბატონო მიხას, აქამდე თითქმის არ ყოფილა გათვალისწინებული ის მოთხოვნები საარჩევნო კოდექსში შესაძლოა ცვლილებებზე. ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან გათვალისწინებული მოგახსენებთ და აკონკრეტება გნებავთ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით. უკაცრავად, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება, ასე ვთქვათ, კომისიები შედგება 13 წევრისაგან და ჩვენ სწორედ შეთანხმების საფუძველზე გავითვალისწინეთ და მათში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა 6 კომისიის წევრით. 13-დან 6 კომისიის წევრი არის პარტიული წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციის წევრებს. მხოლოდ 1 მმართველი პარტიის წარმომადგენელი და დანარჩენი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შერჩეული კომისიის წევრები. ანუ ეს თუნდაც ვიდეო კამერების დამონტაჟება, რომელიც კანონმდებლობაში არ იყო გაწერილი და ჩვენ მიერ იქნა გაზიარებული, ესე თუმცა მაშინ, როდესაც ოპოზიცია მოითხოვნა ვიდეო კამერებით დაფიქსირებული დარღვევების ჩვენება, ამაზე ხელისუფლება არ წავიდა. მაგრამ მათ შორის როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა თქვენთვის პირადად არის საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება. რამდენი იქნება მთავარი მოთხოვნა? თქვათ ერთი კონკრეტული მაგალითი იუსტიციის საბჭოში ეს ტრადიცია თავიდან იყო, აი თქვათ ეროვნულ დემოკრატიული პარტია რო იყო 90-იან წლებში პარლამენტში, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და იუსტიციის საბჭოში იყო ჩვენი წევრი, ასე რომ ეს ტრადიცია არსებობს. თუ ეხლა არის საუბარი და ეს უბრალოდ საარჩევნო სისტემის გარეთ გადის, ჩვენ გვაქვს წინადადებები, ეს არის ბალანსი უნდა, რადგან ჩვენ ვართ უმცირესობა პარლამენტში და თქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს უნდა იყოს უფრო მეტი პოზიცია უნდა კონდეს უმცირესობას, ეს არის სამწუხაროდ რეალობა და ეს ბალანსი უნდა შეიცვალოს და ამის შესაბამისი ინსტიტუციონალური ცვლილებებიც უნდა იყოს. ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი, კი, კარგია ეს თქვათ, მაგრამ ეს არ არის თლიანად ამ პოლიტიკური რეფორმების შედეგი და ჩვენ ამაზე ვერ შეეხება იმას, როგორ უნდა დაკომპლექტდეს თუნდაც ყველა დონეზე საარჩევნო ადმინისტრაცია თუ შეიძლება რამდენიმე წუთში გამაგზავნოთ ამაზე საუბარი პარიტეტის დონეზე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით და შემდეგ მოგეცემეთ შესაძლებლობა გაგვცეთ პასუხი. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჩვენ განმაგზავნებთ სტუდიის სტუმრებთან საუბარს. ბატონ გურამ, საუბრობდით იმაზე, როგორ უნდა დაკომპლექტდეს გნებავთ საარჩევნო ადმინისტრაცია. თქვენ პირადად, როგორც პარლამენტის დეპუტატს, როგორია თქვენი მოსაზრება? პირველ რიგში რა ცვლილებები უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში? ეს უნდა შეეხოს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს, საარჩევნო კამპანიის წარმართვის თუ ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესს? მე მოკლედ მოგახსენეთ აი იმ ძირითად საკითხებს, რაზეც სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს. პირველი ჩვენ მაქსიმალური პრევენცია უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება არ ჩაერიოს არჩევნებში და იყოს ნეიტრალური. მეორე მომენტი, ეს არის საარჩევნო სიები, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რამდენი ამომრჩეველია და რო არ იყოს გაორება. ეს არის დაფინანსების საკითხი. ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნები ძალიან დიდი ფული ჯდება და აქ უნდა იყოს რაღაცნაირად ზედაზღვარი დაწესებული, ასევე თანასწორი გასვლა ეთერში, იგივე რეკლამის დრო იქნება თუ ასე შემდეგ. რაც თავარია, ეს არის ადმინისტრაცია და პარიტეტის დონეზე, თუმცა მე უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, იმიტომ რომ ბევრი პარტიები არის, თქვათ ამერიკაში ეს პრობლემა არ არის. პარიტეტის დონეზე 2 პარტია არის და ისინი მშვენივრად თქვათ აკომპლექტებენ, მაგრამ
თუ ჩვენ წავედით და ვიმუშავეთ და შევქმნით პარიტეტის დონეზე და თავი მიზანი არის რომ ეს იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა და არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე და მმართველ პარტიაზე და ეს არის გასაჩივრების ეფექტური ესეთი სისტემა ჩვენ უნდა ვიფიქროთ შეიძლება ეს იყოს სასამართლო შეიძლება ეს იყოს სააპელაციო სასამართლო თქვა სტრუქტურა შევქმნათ აი ეს ძირითადი პრინციპები არის ჩემის აზრით რომლის მოგვარებას და მე ვფიქრობ რომ აქ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელო და რაღაც გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდეთ და შემდეგ ამან ასახვა პოს კანონმდებლობაში ბატონ მურთაზ ხელისუფლება რომელმაც თავად წამოაყენა ინიციატივა და შესთავაზა თანამშრომლობა ოპოზიციას ამ კუთხით მუშაობაზე რა ხარვეზებს ხედავს თავად საარჩევნო კოდექსში მე მინდა გითხრათ რომ ეს ამ ხარვეზებზე კონკრეტულ ხარვეზებთან დაკავშირებით მუშაობა მსჯელობა მათი თქვათ ამა თუ იმ კომპონენტის დახვეწა კანონმდებლობაში არის სწორედ იმ ჯგუფის საქმე რომელიც ალბათ უახლოეს პერიოდში შეიკრიბება და დაიწყებს ესე თქვათ ამ მიმართულებით მუშაობას მე მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის, ჩვენ მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს თქვათ ეს ასეთი არჩევნები არ იქნება და არ შედგება და როდესაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თქვათ ნეგატიურ პოზიციას მორი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე ეს თქვათ შეიქმნა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მსოფლიოში განვითარებულ ეკონომიკურ კრიზისს, ესე ვთქვათ, რომელიც ბუნებრივია ჩვენს გვეხება და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საშიშროების, ამ ვთქვათ, საფრთხის ადეკვატური მოგერიების, მისი განეიტრალების ერთ-ერთი საშუალება არის სტაბილური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ვთქვათ, მდგრადობას, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ვთქვათ, ადგილებთან მიმართებაში პრობლემების მოგვარებას, ხელს შეუწყობს ინვესტორების მოზიდვას და ეს იქნება ადეკვატური პასუხი ამ სიტუაციაზე, ნაცვლად იმისა, რომ დავნიშნოთ ფაქტობრივად მსგავსი არგუმენტები იყო არჩევნები, რომლებიც თავის სამი არჩევნები ჩაატარა ქვეყანამ გასული წლის განმავლობაში. ამაზეც გესაუბრებით, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, ჩავატაროთ კიდევ ერთი მორიგი არჩევნები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს იმ სამივე კომპონენტს, რომელიც მე ახლა ჩამოთვალე, ეს იწვევს ქაოტურ სიტუაციას ეკონომიკაში, ეს იწვევს ინვესტორების დაშინებას, ეს იწვევს საერთო ჯამში ეკონომიკური სიტუაციის მორყებას და ეს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დაასრულა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც კვლავ აღმოჩნდებიან მუშაობის საფრთხის კონკრეტულად თქვენ სად ხედავთ მე ხარვეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე თქვენ უკვე ისაუბრეთ ალბათ ამ კუთხით ხარვეს ვერ ხედავს უმრავლესობა და ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის წარმართვა ხმის დათვლის შეჯამების თუ გასაჩივრების პროცესი რაზეც ისაუბრა ბატონმა გურამმა რადგანაც წამოვიდა ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან ალბათ თავადაც ხედავენ ამ ხარვეზებს კონკრეტულად კონკრეტულ ხარვეზებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ ვერ ვილაპარაკებ და არ ვილაპარაკებ, ვინაიდან ეს არის სწორედ იმ ჯგუფის საქმე, რომელიც უნდა შედგეს და რომელიც უნდა შეიკრიბოს და უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცედურა ძალიან სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვნად დაიხვეწა და ამის შედეგები იყო თუნდაც ბოლო არჩევნების, თქვათ, ამ წლის განმავლობაში ჩატარებული სამი არჩევნების პროცესში ეს თქვათ საჩივრების ეფექტურად განხილვის თქვათ მიზეზი ერთ-ერთი ამაზე ალბათ ნამდვილად ვერ დაგეთანხმებიან ოპოზიციის წარმომადგენლები თუმცა ვნახოთ როგორ შეიქმნება ჯგუფი და როგორ წარიმართება ამ კუთხით მუშაობა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ დეპუტატები მურთაზ ოდელავა და გურამ ჩახვაძე პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია ჩვენი გადაცემა ხუთშაბათს 23 საათამდე გემშვიდობებად მშვიდობიან ღამის გისურვებთ ნახვამდის